მორჩიშე ლაზღანდარებს. ცოტა იცვალოს. მე მეჩვენება თუ პერებოი აქვს მაგარას. გამარჯობა, შენ უყურებ ძმაკას და დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო. ან ძალიან საინტერესო ვიდეო, როგორც გინდათ ისე თქვით და დაუძახეთ. მოკლედ, ნიკას ავტობლოგს ვინც ადევნებთ თვალს, ალბათ გეცოდინებათ ნიკას ავტომობილი C63 AMG, რომელსაც რაღაც პრობლემები ჰქონდა. და ბოლო პერიოდში ამ პრობლემების მოგვარებას გადაყვა, მოკვდა, ამოწყდა და ყველაფერი დაემართა. მაგრამ ეს პრობლემები მაინც არ მოგვარდა. ერთ დღესაც კიდე ერთ რჩევაზე რომ დამირეკა რომ ესა და ესე მჭირს და ესა და ესე მჭირს, ანუ ამ პრობლემების მთელი პერიოდის განმავლობაში მუდმივ კონსულტაციას გავდიოდით რომ ესქენი და აკრას დრო გამოგვინთავისუფლდა, ანუ რენჯიც მორჩა M6-ის და შემდეგ პროექტზე სანამ გადავიდოდით, ცოტა დრო გქონდა და მეთქი ჩამოიყვანე, მანქანა გავაკეთოთ, იმიტომ რომ დავიღალე. იდეაში საიუთუბეთ არ ვაპირებთ მაგის გადაღებას, მაგრამ იმხელა პროცესი გამოვიდა, რომ მე მგონი საინტერესო უნდა იყოს. სასწაულათაც ბევრი კარგი რაღაც ინფორმაციაც გაჟღერდება ამ ვიდეოში. მოკლედ, ნიკას უთხარით ჩამოიყვანე მანქანა თქო და ესე მოვიდა. არა, კოსმოპროშას არა ვარ გაციებული ვარ. არა. შენ როგორ ხარ? დავი აბა. ბიჭო, მომიყევი. მოკლედ. ეს მანქანას მაშინ რო პრობლემა ჭირდა რა, ბოლოს და ბოლოს შე რო აღმოაჩინე რა, იყო და მაგას რომ მივხევი და ხო გავაკეთე მანქანა ავაწყე მუშაობდა მშვენივრად და უცბად ძგაბ და აღმოვაჩინეთ რომ დინამოს როლიკი იყო ადრე რატო ოღონ არ ვიცი მინას ვარკები რაზე იყო მინას ვარკები ღერძზე რაც არის რა რაღაც დგას როლიკი ეგ იყო მინას ვარკები ადრე რატომღაც მოუტყდათ არ ვიცი გადმოხრილი იყო მოიხრა და ვეც აგდებდა მანქანა მუშაობდა იდეალურად უშუალოდ არ ქონდა ვეც აგდებდა რა მეთქი ეხა მანქანა გავმართეთ თქო და ბარემ ამასაც ბოლომდე გავაკეთებ თქო და ვიშოვე დაფა ერთადერთი საქართველოში ძრიანი დაფა როლიკების და შევცვალე მოიცა შენი ძახი ამყოლ გორგოლაჭი რა დინამოსი არა ანუ რემნის კვედის ამყოლი გორგოლაჭი რა ალუმინის ყური ქონდათ მიდუღებული რაზეც ეს როლიკი დგება ეს როლიკი ხო დგას ეგეთ რაღაცაზე რა ეს როლიკია და უკან ესე მიდის და ალუმინი არის რომელსაც ხო მარტივი არ არის რა მიდუღებლად რა შესაძლებლადაც არაა მარტივი და დაფა უნდა შეიცვალოს კაროჩე რა. წინა ხუფი შეცვალი, ანუ ძრავის წინა ხუფი შეცვალი. და მიდუღებას ვიფიქრე რომ რადგან ვიშოვე, მთლიანად შევცვლით ხო. ჩამოვიღე ძრავი და კარობკა, რაც კი რამე ქონდა ბარემ ძრავს, აი, წინ რა რაც მოიხსნა მათ კაროჩე პრაგმატიკები რაღაცები, ხო. გამშვებში გადავამოწყო მეთქი სადმე პირი არ ქონდეს დაღებული გამშვებ სისტემას, ყველაფერი მოსკენი და ავაწყე. რო ავაწყე, რომ დავქუქეთ, ჩაქრა. მაგის მერე ვაფშე ვერავინ ვერ გაიგო, ვერც კომპიუტერზე, ვერაფერზე, რატო შეიძლება რომ მანქანა დადიოდეს კარგად ძალიან, ჩვეულებრივად, მაგრამ დაქოქვისას ხრებოდეს. ცივზე ხრება თუ ცხელზე? ცხელზე. ცივზე არა? ცივზე არა, იმიტომ რომ მაღალი აბაროდი. ანუ ცივზე cold start-ის გამო უჭირავს და მაგიტო არ ხრება და ცხელზე დაქოქავ ჩაქრება. რო დაქოქავ პატარა გაზ წაარტყი და ვშიო მანქანა მუშაობს იდეალურად. აბა სადე დაქოქავ ეს დროს? სადა დაჭერა და ელექტროპასუსი რო დავუყენოთ. არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენი არხის პარტნიორია Lion Trans-ი და ასევე არ დაგვაუწყდეს, რომ Lion Auto Auction-ს აქვს შიდა დაფინანსების აქცია ყველა ადამიანისთვის, რომელიც მივა Lion Auto Auction-ში ავტომობილის შესაძენად და რაც გულისხმობს ახლა ეს დაფინანსება 0%-ს იხდით პროცენტში, ანუ პროცენტი საერთოდ არ გიწევთ, 40%-ს იხდით ავტომობილის წინასწარ და რო ჩამოდის ავტომობილი 60%-ს ფარავთ მერე. ანუ პირობითად თუ მანქანა გაქვს გასაყიდი, ჯიბეზე გაქვს თანხა, რაღაცა ნაწილი და გინდა რომ იმ მანქანას რო გაყიდი მერე შეიძინო ახალი. შეგიძლია მაგაზე აღარ იწვალო და აღარ ელოდო, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემმა ერთი-ორმა მეგობარმა ეგრექნა საკმაოდ მოსახერხებელი რაღაც გამოვიდა, იმიტომ რომ სანამ ის მანქანა ჩამოვიდო და კაგრას თავისი მანამდე გაიყიდა და რო ჩამოვიდა მე დანარჩენი თანხა გადაფარა, ანუ წინასწარ მივიდა, ავტომობილი შეიძინა, 40% გადაიხადა, პროცენტი ზევიდან არაფერი არ დამატებია, დაკრედიტების და შიდა უფასო უპროცენტო დაკრედიტება აქვს, არც ბანკი არავინ არ ჩარეულა და არაფრის დამატებითი გზების გავლა არ დაჭირვებია. ავტომობილი რო ჩამოვიდა, კაკრას მაგ დროისთვის მოუწია იმ თანხის გადახდა, რომელიც დარჩენილი ქონდა იმ 60%-ის და თავისი მანქანაც გაყიდული ყავდა. ანუ საკმაოდ ესეთი მოსახერხებელი პირობაა, როცა ავტომობილის შეძენა გინდა და ფული სრულიად არ გიჭირავს ხელში, მაგრამ რაღაცას ელოდები ან ავტომობილს ყიდი, ან რაღაც უნდა ჩაგერწოს რაღაც. შემდეგ ძალიან მოსახერხებელია. ან თუნდაც ფულს აკეთებინებ და არ გინდა რომ გააჩეროთ ყოველდღე მაგდენი ხანი, როცა სხვა რაღაცები შეიძლება აკეთო. მოკლედ 40% წინასწარი შეანტარი, 0%-იანი თანადაფინანსება, უბრალოდ 0%-იანი, როგორ თქვა, 0% გადასახდელი და 60%-ს იხდით, როცა ავტომობილი ჩამოდის მერე. ხო. მოკლედ არის ეგეთი
უცნაური სიტუაცია. ბოლოს ვაფშე ყველამ ხელი აწია, ვისთანაც ხავდა და სიარულით როგორც დადის მოგწონს, კარგად დადის? ეხლა ნახე რა საინტერესო რაღაცა შემევთქვა რა კიდე რა. იდეალურად დადიოდა რაღაცას გაფრულად, კაროჩე და იმ დღეს დამრჩა გარეთ. და გარეთ რო დამრჩა იმ დღეს კაროჩე რა, გონია რომ ისევ ის დაფა გავხეთქე, რომელიც თავიდან იყო ამაზე გახეთქილი. იმიტომ რომ არასწორად გონია რომ არასწორად რადგან მუშაობდა, ზეთი წაიღო დროსელის დაფაში და დროსელის დაფაში ზეთი რო წაიღო, გარეთ რო დამრჩა მანქანა -2 გრადუსში მიაყინა კაროჩე და გახეთქა. ასე მგონია, იმიტომ რომ პატარა წუილის ხმას ვატყობ, ოღონ წუილი არა, აი შუილის ხმას ვატყობ, რომელიც წესით მაგას უნდა ქონდეს. დროსელები რაზეც დგას? ეგ დაფა. მაგას გაზდიოდა თავიდან? სუ თავიდან აღმოჩნდა. და რა გაუკეთეთ მაგას? სხვა იშოვე. ვიშოვე, გადავამოწმე რომ ნამდვილად კაი იყო. მოხსენი ეს ისა რა ქვია, შემშვები, კოლექტორი, დავშალე, დაფა შევცვალე. ავაწყე, მე ვავაწყე გერმეტიკზე ხო გახსოვს? თუმე გაშრობა დიდხანს უნდა გეცლია და 24 საათი გავაჩერი, ავაწყე იდეალურად მუშაობდა რა. და რო ავაწყე და იდეალურად რომ მუშაობდა, 2 დღეში გადააგდო ის არა ქვია, ხო. და ნუ ეგ სხვა პრობლემა. მე დაშალი ააწყე და ისე ამ პრობლემის წინაშე დავდექი. რატომაც ეს პრობლემა დაეწყო? მგონია რომ სადღაცას რაღაცა ზეთს ნიტუ ადგილას უშვებს რა კაროჩე რა, სადაც უნდა მიდიოდეს. ეგ მგონია მე. ოკეი. ეცავს კაპოტი ახადე. ზეთს იკლებს. იმ დღეს რომ მეუბნებოდი რაღაცას. იმასკენი რომ დავამატე. ხო. მასმერე იდეაში initial fill-ი გაკეთდა რა. და არ ვიცი initial fill-ზე რამდენი მიდის. მაგის მერე აღარა უმთიაზა. ოკეი. შეიძლება არც იკლებს და შეიძლება ჩემი ვარაუდია პროსტა. მე პროსტა ყველაფერს გეუბნები რა. რაც ნახე და რაც ვივარ. ხო. არა, ეგრეა ხო, რომ რაღაცა ლოგიკურთან მისვლა უფრო მარტივი იყოს. გას როგორც კი დაადგამ და წახვალ, მანქანა მუშაობს ჩვეულებრივად. გახსოვს ჩვეულებრივად. ხო, და ერთი უცნაური რაღაცა კიდე. როდესაც დაქოქავ, სმესია კარეული. როგორც კი გას დაადგამ, სმესი ეგრევე სწორდება იდეალურად. სმესია კარეული როგორ ხვდებით? აი დიაგნოსტიკაში AFR-ი აქვს არასწორი? დიაგნოსტიკაში სმესია კარეული და როგორც კი გას პატარა ხეხს წაარტყავ, ეგრევე სწორდება სმესი რა. იმას ადაპტაციას იკეთებს, ეგრევე სწორდება სმესი და მე მუშაობს იდეალურად. დილით ცივზე ვანუსების ხმა არ აქვს? მე მგონი ცოტა აქვს, მაგრამ ეგო არ იქნებაო. ო მე მგონი. ვანუსებზე ისენი რა, მეტკები ყველაფერი ნახეთ იდეალურად არის. გრავში შიგნით ჩავხედეთ, კაროჩე იდეალურია, იპრიანებს ასას. კაი, მოდი ერთი დიაგნოსტიკა ვცადოთ. აქვე მიუხედავად იმისა, რომ ნუ ლაიონზე ვისაუბრი აქამდე, მინდა ერთ თემას შევეხო, რომელიც ამას წინოზე რამდენიმე ჯგუფში შევხვდი და აი ძალიან ცუდად მომხვდა, ოღონ ლაიონზე არ არის აქ საუბარი, ზოგი რომელ კომპანიას აგინებდა, ზოგი რომელ კომპანიას. და რაშია საქმე? ძირითადი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ავტომობილი შეუკვეთე ამდენი ხანი არ ჩამოვიდა. მაგის დედა ვატირე ამ კომპანიის ბრალია, იმ კომპანიის ბრალია. პროცესი მინდა რომ ესე მარტივად ახსნა რა, ორ სიტყვაში რომ ყველასთვის გასაგები იყოს ავტომობილს როცა უკვეთავთ, რა ხდება მაგ შემთხვევაში? ანუ ჩვენ კომპანიას ლაიონს ან ნებისმიერ სხვას, როცა უკვეთავთ ავტომობილს, კომპანია არის ვალდებული რომ შეიძინოს ეს ავტომობილი პორტში მიიყვანოს, თუ საბუთების წესრიგშია დროულად ჩატვირთოს, დადოს გემზე, ან კონტეინერი გადასცეს გემის ხაზს და რო ჩამოვა ავტომობილი ფოთში, მერე გამოიტანოს ეს კონტეინერი, გახსნას, გამოიყვანოს და გამოგვატანოს. გახსნას რაც შეეხება ტერმინალში, ახლა ლაიონის ტერმინალში პრობლემები იყო გახსნაზე და პრობლემები იყო გახსნაზე, იმიტომ რომ უამრავი ავტომობილი იყო მოგროვილი, ავტომობილები გაიხსნა და არ გაიყვანეს დროზე მეპატრონებმა და როცა ავტომობილი მეპატრონებს არ გაყავს ტერმინალზე რო ივსება სივრცე ფიზიკურად მანქანას, ანუ ვეღარ აყენებ ვერსად, შესაბამისად კონტეინერი გიდევს და სანამ სივრცე არ გამოჩნდება, მანამდე კონტეინერს ვერ ხსნი. ეგ სერიოზული პრობლემაა და თუ მანქანა ლაიონის ტერმინალზე ან ნებისმიერ სხვა ტერმინალზე თუ ჩამოგივათ, დროულად გაიყვანეთ ხოლმე, რომ სხვა ადამიანები არ გაჭედოთ მაგ პროცესში, იმიტომ რომ ეგ პროცესი მერე იწელება, ხანგრძლივდება, ერთმანეთს ემატება და საცობი როგორც იქნება ყველა ვიცი და ეგეც საცობები იქნება ტერმინალებში. მაგრამ აქ მთავარი არის სხვა საცობი. აქ არის მთავარი საზღვაო ხაზების საცობი, რომელსაც ვერც ერთი კომპანია ვერაფერს ვერ შვება. ნახე კომპანიამ ჩადო მანქანა კონტეინერში, ეს კონტეინერი გადასცა საზღვაო ხაზებს, ანუ მანქანა თუ ნებისმიერ სხვა ტვირთი რა, ზოგადად საზღვაო ხაზის მომსახურება ეგრე მუშაობს, ანუ კონტეინერში დებ ტვირთს, ამ ტვირთს ამ კონტეინერს გადასცემ საზღვაო ხაზს, მერე საზღვაო ხაზია ვალდებული რომ შენს მისაღებ პორტამდე ჩამოგიყვანოს. გზაში როცა რაღაცა იგვიანებს, ანუ პირობითად ეხეთ ტეკირდაგშია ძალიან დიდი პრობლემა, გაჭედილია, ცალკე ფოთის პრობლემაა, რომ ფოთი ვერ იღებს კონტეინერს, მაგის გამო ტეკირდაგი სხვათა შორის შაშან ზამთარშიც იგივე პრობლემა იყო. M6 მაგ დროს ჩამოვიდა, Range-იც მაგ დროს ჩამოვიდა, GL-იც მაგ დროს ჩამოვიდა, GL-მა რაღაცნაირად გამოასწრო ყველაფერს და იმიდან იტალიიდან პირდაპირ სრუტე გამოიარა და ფოთში შემოვიდა, დანარჩენი ყველა რომელიც თურქეთში მოხდა და სხვათა შორის იტალიაშიც Gio Tauro თუ რაღაც ეგეთი ქვია. იქ რომელიც მოხდა ჩემი მანქანები, ზოგი ერთი თვე იქიდო, ზოგი თვე ნახევარი თურქეთში იდო. ანუ ეგ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც ფიზიკურად ვერსად ვერ გაიქცევი და მანდაც იგივე საცობის პრინციპი მუშაობს, როცა ბევრი კონტეინერი გროვდება, მერე ფიზიკურად ვეღარ მოდის აქეთ, რომ ვეღარ მოდის აქეთ იჭედება, მერე ხდება ესეთი რაღაცეები, რომ ანუ ახალი
ახალი შესული კონტეინერი ზევიდან რომელიც დევს ის მალე გადადეს გემზე და გამოუშვეს და რომელიც მანამდე შევიდა ქვეშ მოყვა და ის კონტეინერი გაიჭედა და მერე გამოდის ის რომ ვიღაცას უფრო მალე ჩამოვიდა, ვიღაცას უფრო გვიან ჩამოვიდა და მერე მიდის ხოლმე რომ აი იმას მალე ჩამოყავს, ამას გვიან ჩამოყავს, ან ის ამას შვება, ის ანუ ვერავინ ვერაფერს ვერ შვება რეალურად არც ერთ გადამზიდ კომპანიას, ანუ უბრალოდ არც ერთ ავტო დილერ კომპანიას საქართველოში არ აქვს იმის საშუალება, რომ დაურეკოს და გემის კაპიტანს უთხრას, რომ აი ჯიგარო ეხლა აი შემოირბინე დროზე ჩემი კონტეინერებია დასწრილი და ასე შემდეგ. პლუს ამ ყველაფერს ერთი გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ კომპანიას რომელსაც ავტომობილები ჩამოყავს, საზღვაო ხაზებსაც, მათ შორის საზღვაო ხაზებისაც და კომპანიის ინტერესშიც არის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს, ანუ კონტეინერის ხაზის, ანუ საზღვაო ხაზის და ავტო დილერის თავის შემოსავალს, ანუ თავის ფულს თქვენგან მოგებას იღებს მაშინ, როცა ავტომობილი ფოთში შემოდის, ანუ როცა კონტეინერი ფოთში შემოდის. შესაბამისად, ანუ თქვენზე ძალიან უნდათ რომ დროზე ჩამოვიდეს, რომ ფული იშოვონ. ესე მარტივად რომ მიუდგეთ მაგსაკეთეს და ბევრი არ უწოლოთ მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ განშევხვდა რა და უსამართლობის განცდა მიჩნდება ხოლმე, რომ რომელიმე მნიშვნელობა არ აქვს რა, რომელი იქნება, რომელიმე გადამზიდზე რომ რაღაცა ისე ცუდად მოიხსენებენ იმის გამო, რომ კონტეინერი სადღაც თურქეთში გაიჭედა. როცა გადამზიდმა მანქანა გიყიდა და სადღაცას არ ჩადო საუკუნე ნახევარი, მიუხედავად იმისა, რომ საბუთები ჰქონდა. ეგ გადამზიდის ბრალია. იქ შეიძლება სადღაცას ვიღაცას საწყობში იგივე პრობლემა შეექმნას, რომ რაღაც მანქანა უკან იდგეს, ცოტა დაუგვიანდეს, ახალი მოსული ჩადოს და ასე შემდეგ. ეგ ეს გადამზიდის ბრალია, რეალურად ლოჯისტიკა ვერ დაალაგა და მაგიტო დაემართა ეგ ყველაფერი, მაგრამ როცა გადამზიდმა მანქანა იყიდა, გამოიყვანა, ჩადო და გამოაგზავნა, სანამ ფოთში არ ჩამოვა კონტეინერი, იქ უკვე გადამზიდი ვერც ერთი ვერაფერს ვერ შვება და მაგის გამო თუ შეიძლება ნურც ერთ გადამზიდს ნუ გაუტრაკებთ, იმიტომ რომ გულზე ხდება ხოლმე ის უსამართლობის განცდა. განსაკუთრებით, ვისაც საქმე უკეთებია, ნებისმიერი ბიზნესი უკეთებია რა, ის ადამიანები გამიგებენ ეხა ყველაზე კარგად, რომ რაღაც პროცესი, რომელშიც სული და გული გაქვს ჩადებული, ყველაფერი აკეთე, არ გამოდის ისე როგორც შენ გინდა, იმიტომ რომ მესამე პირზე ხარ დამოკიდებული და ამ მესამე პირზე დამოკიდებულებას არავინ მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელი საერთოდ არ აღიქოს და არ აინტერესებს და გაგინებენ შენ. აი ძალიან ცუდი შეგრძნება, სხვა სფეროში მქონია მსგავსი პრობლემები და მაგიტო ხდება ეგრე ძალიან ეგრე უსამართლოდ ეგ ყველაფერი, რომ ანუ შენ გინდა რომ მაქსიმუმი გააკეთო და ფიზიკურად ვერ შვები, იმიტომ რომ მესამე პირზე ხარ დამოკიდებული და ამის გამო მაინც შენ გიტრაკებენ რა. მოკლედ, ეს არის პროცესი სრული ავტოიმპორტის, ყველა კომპანიისთვის ერთი და იგივეა და მომავალში ყველას გეცოდინებათ, ანუ ვინც აქამდე არ იცოდით ეს პროცესი როგორ არის დალაგებული და როგორ მუშაობს, ესეა და ფიზიკურად ვერსად ვერ გავექცევით ამას, თუ რომელიმე ავტო გადამზიდმა კომპანიამ საკუთარი გემი არ იყიდა და პირდაპირ ჯერსიდან ფოთში არ გამოუშვა, რაც არ მოხდება. რავი, ლოგიკაში არ ჯდება. სოფლიო ლოჯისტიკა ეგრე არ მუშაობს, შესაბამისად არ მოხდება. მოკლედ, სულ ეს იყო, გავაგზავნეთ ახლა ვიდეო რამდენი ხანი ვილაპარაკე, ღმერთო ჩემო. ბიჭო, ძალიან უცნაური кейსია ის, რომ კომპიუტერით ყველაფერი შეხედეს, ყველა იმენა Mercedes-ის ვინც უნდა მოიკითხოს მასე ყველასთან მოვიკითხე ვაფშე ვერავინ ვერ მეუბნება რა შეიძლება ჭირდეს. ოკეი. არავის პრაქტიკაში მსგავსი არ ხონდა. წინა კრიშკა რომ მოხსნეს, შემშევი კოლექტორი მოხსნილი იყო? იქნებოდა. ეს იხსნება და მაგიტო. რა იხსნება? თავზე იხსნება ეს კოლექტორი და მე იხსნება. ეს ვაფშე ჩამოვიდა ძრავი, დაბლამებს და. ეგ ვიცი მისმის. просто წინა კრიშკის შესაძლებლად შემშევი კოლექტორი რატო ჭირდება მაგას ვერ ხვდები. დაშლილი არ იქნებოდა, მოხსნილი იქნებოდა. ხო. დაშლილი არ იქნებოდა. так, სამოვნახოთ ჩემი 2 დღის ნამაიმუნარით რამე თუ გამოგვია. Короче, ეს ორიგინალი პროგრამა, როგორ ვიჩალით შეცი რომ უნდა მეშოვნა, რა სხვა გზა არ იყო. კაპიტალური მაშინ რა? ხო. ზეთის ჩასწვლის დასახულის მოხსნაზე რომ ის არ ქონდა ხო გახსოვს? ხო. ეხლა რომ მოხსნი იმენა საქშენი გვიმუშავებს აქ. ყოველ შემთხვევაში სანამ გარეთ დამრჩებოდა მანამდე ეგრე იყო რა. ეს რენჯროვერია, ცოტა უკვე? კი. მართლა? ხო. დავდივარ. რაღა მალე. დიდრების ექსკურსია რა. ხო. დავუკა შეუძლებოთ ის რა. რა თლიანი მანქანა ხო გავაშავე რაღაცები ბიჭάκι და უკან კანტინი აქვს ვერცხლისფერი. ეთქვა ბაგაჟნიკი ქონდა ახდილი, როცა ნაწილებს ხსნი და დავავიწყდა რომ ეგეს გასაშავებელი იყო და უკიდან შეხედა თლიანი მანქანა შავი და ერთი ვერცხლისფერი კანტი აქვს დარჩენილი. წავიკითხეთე. მართლა? კი. არა Mercedes-ებს კი არა არაფერს არ ვაკეთებ. გადი, არ მოაწვიო რა. წავა ეხლა რაღაც ჯართის გროვას მოიყვანს. აი ცელკა უკანა წავყვანია, დავაი სასრიალო. ეხლა მე როგორც ლიმონკა და მაიმუნი ამ სოთთან ისე ვარ რა. საერთოდ არ ვიცი როგორ მუშაობს. რა მიყვარს ბიჭო დარჩენილი. ნიკა გამოცა. აი აზე არა ვარ რა ხდება ვაფშე რას მოყურებ, მაგრამ მაინც ვიპოვე. ცენტრალ გეტვეიში გვაქვს პრობლემა. კონდიციონერში გვაქვს პრობლემა. გეტვეიში front end can network management is unstable და რაღაცებს სისულელეებს ეს რა არა აქტუალურ პრობლემებს. просто დიაგნოსტიკა გადავატარე მთლიანს და შეცდომები რაც იყო იმის ვნახე რა. მოიცა რას დავაჭირე.
This information, okay. რაღაცაში შედის რომ ეკითხება რომ ფეთქო თუ არაო და ბიჭო არა სხვა დაასტურე რომ მართლა წაიკითხება და 4 ლინკი აქვს მიცემული ეგრევე დასტური მიცა არ მინდა კაც უკა როგორ გამოვიჭე странный интерфейсია как Mercedes-ის არ ენერგიულო ნიკა ყველაფერი კარგად იქნება ადრე თუ გია გავერკვევით პროგრამაშიც არა ვიცით ახლა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ რაღაცა იქნება შუპი გაკამოღებული კაი ჩადი მიდი მოიცა ჩავდი მაცით ბიჭო ისე ხო ზეპირად ვიცი რას ვაკეთებ და ეხლა ეგ შუპი უკვე ზედმეტი ეხო ბიჭო ზეთი დგას კარგად კაია არ შეუჭამია კაია ზეთი რახან გვაქვს უკვე კაია ეგ უკვე კაია უარ გაქვს მაგას ჯობია აი ნახე რა საკეთე კი ხედა რო დავაკვირდი ვატყო პატარა გას წაუკარი და მუშაობს რა არ მინდა რატო შვება ეგ მაინტერესებს ხო ჩექს რო არანთებს ეგაა ძალიან სასაცილო სხვათა შორის ამ ყველაფერთან ჩექს რო არანთებს მეც მეცინება მაგაზე ზეა იმუშავს კაცი ეს კამი ნახე მე ვიქი არა რა ჩაკეთ საუბრობს წადი კაცი არა ყელი არ მიხლია ვაფშე თვითონაც ურავებს აბაროც სად აი აქედან მოდის ძმა კოლექტორის პრაგრატკები ახალი მიგენია კოლექტორის პრაგრატკები არა კოლექტორის ხო ახალი ბოლოდაშლაზე დააყენეთ თუ ბოლოდაში ცენტრში ვიყიდე და იმას ვქო აბაროც როგორაც ურავებსად ხო ისევ იგივე პრობლემის წინაშე ვართ. რა? შემშევ კოლექტორში ცნება გვეცვლება ისე. წრევა დაგვირბის შემშევ კოლექტორში ისე. პარამეტრიდან არ გარბის, მაგრამ აკორექტირებს. აუ როგორ ცდილობს რომ არ ჩაქრეს, кайფო. თან დროსელითი კორექტირებს მაგ ყველაფერს. ო, შეღენე? ორი რა საკეთებს? ბიჭო, ესე არ მუშაობდა ეს, იცი? სანამ გარეთ დამრჩებოდა მათ დრომდე. ბევრად უკეთესად მუშაობდა. აი, ეხლა რო ესე მუშაობს, პრობლემის პოვნის შანსი გაცილებით მაღალი გვაქვს. ანუ რაც მაშინ გაფუჭებული იყო, უფრო გუჭდება ვითო? არა, აქტუალურ პრობლემას როცა ეძებ, ბევრად მარტივია, ვიდრე დაძინებულ პრობლემას, რომელიც ხან აქვს და ხან არა აქვს მანქანას რა. ეხლა ცოცხალ პრობლემას ხედავთ, რომ აბაროც ხალასტოიზე ცდილობს რომ გაისწოროს რა და აბაროტის გასწორება ცდილობს, იმიტომ რომ სადღაცას ან არასწორი საწვავის შეფქვევა ხდება, ან არასწორი რაოდენობის აირი ხდება და მაგით ანუ დროსელი ცდილობს რომ დაიკომპენსიროს ეგ არასწორი სმესი. ის რო იმაზე რო დაგირეკე გასწოროს დაფსპიტებზე. ხო. ეგი შეიძლება მიზეზი იყოს, არა ხო? არა. ხელა მიზეზი ეგ ვერ იქნება. არა. ეგეც ვიშოვე, ხო იცი, კაი და პროსტა დამეზარა მე შეცვლა. მიდევს, ცალკე. შეიძლება ჰაერს იპარავდეს, პროსტა ცოტა საიდანღაც. ბოლი რო არ შეუშვიდა რო არ იპარავ. შეუშვებთ კიდე არიდან და ბიჭო, ეს ყველაფერი კაი, და ეხლა რაღაცა წვეთ მაშინ რეინჯის თუ ააწყე. რა ვიპოვით რამეს? გინა ჩამოგიყვანოთ ჩემი და არა. არა, ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა. კორექტირებას ცდილობს ხალასტოიზე რა, ანუ იმაზე მეტად ცდილობს, ვიდრე პარამეტრში უნდა კონდეს რა, 99% უნდა ცდილობდეს და X%-ზე ცდილობს. ეს სმესი არ არის. არ არის სმესი. ეგ არის self adjustment in idle speed range. Right cylinder bank და left cylinder bank. ანუ სმესის თვით კორექტირებაა. ხო, სმესის სხვა რამეა. 6 ხო აქ? 6-ზე ზემოთ ვერ წავალ. ეგრე ვიცი მე? არა, კაცო, სადამდე უნდა იქამდე წავალ, პრობლემა რამდენი ეგრევე ის მიყვა. შეიძლება მკვდარი ნიშნული იყოს მართლა 6 ხო, შეიძლება -15 იყოს მაგათი, მაგრამ 6-ზე არ გაჩვენებს. ხო, ეგ არ ვიცი, ხა მკვდარი ნიშნული ეს რა აქვს ჩადებული, წარმოდგენა არა მაქვს. აბა გასმიეს ფეხი თუ გასწორდება ეგ. ეგ ხა აიდელია, ეგ უნდა გასწორდეს ესეთ. აბსოლუტურად. რამე
ხო არ გავთიშე. adjustment-ებს ამ დესაკეთებს მაქსიმუმ თუ სტატისტიკურად ამდენი უწევს ხოლმე მაგასამოს. არა, ეს არის აქტუალურად ამ დესაკეთებს, უთხოვერები. კაია. იძახის კაიაო და პროგრამაც შეამოწმა კაია. პარამეტრში ვერ შევდივარ, რომ წონა მაინტერესებს და ვერ ვიპოვე ჯერ სადა აქვს წონა. მაგას ვეძებ, რაც მოვედი მას მერე. იმიტომ ჩემი დიაგნოსტიკით მაშინ ხო ვერ ვნახე მე ეს მაგიტო დავაკეთე. აი, ნახე, იქაც -6 ქონდა და ეს. ხო, ზუსტად იგივე. იგივე ქონდა ზუსტად. ბიჭო, თან ნახე ლამდა საკმაოდ დაბალი აქვს რა. კი, ნორმის პარამეტრებში ჯდება. ანუ 86 არ არის თლად იდეალური რა. ერთი უნდა იყოს იდეალური ეგ არის. და კორექციაც არ გაგექცევა მაგის გამო. ეხლა ჩვენ პრობლემა გვაქვს ის რომ მანქანა კორექციაზე გაქვს. და მაგ კორექციაზე გაქცევის გამო გვიცურავებს ეგ აბაროდიც. ხო. ანუ ეს -6 კი actual value-ია წერია, მაგრამ რეალურად როგორც შეიძლება შეიძლება მეც არ ითვლიდეს და მე წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე მითხრა მახსოვს რომ მეც არ ითვლის. შესაძლებელია რა. და ლამბდა დაბალი როა, ეგ ინიშნავს რომ კორექციას იმის გამო აკეთებს რომ ლამბდა დაბალია? არა, ნახე, პირიქით, ანუ არასწორი სვესის გამოცდილოს რომ დაიკორექტიროს თავი რამენაირად და გაისწოროს რა. საწყისი და შედეგი სხვადასხვაა რა, ანუ საწყისი არის ის რომ არასწორი სვესი გვაქვს და შედეგი არის ის რომ ამ სვესის კორექტირებას ცდილობს რა. ნახე, ეს არის შეფარდება საწვავის ჰაერთან და უნდა იყოს ერთი. არის 286. ხო. ხო, ოკეი, გავიგე. ამ შემთხვევაში ჰაერი გვაქვს. ეს არის მარჯვენა ცილინდრებში, ეს არის მარცხენა ცილინდრებში, ხო როგორც? ხო. და ანუ ეს ერთმანეთთან ახლოს არის ძალიან რა, ანუ საერთო პრობლემა გვაქვს და არა რომელიმე ცალკეული ბანკის რა. ჩვენ კიდე რა შეგვიძლია, იცი, აქედან აქვს ადაპტაციები რა, რომელიც შეგვიძლია აიდელი ვასწავლოთ ამას. მაგრამ ცუდ გაფუჭებულ მანქანაზე როგორ იმუშავოს, მაგას ვასწავლოთ, ეგრე მანქანის და ეგ რა გვინდა. ხო, მაგითო არ მინდა რომ ვასწავლოთ, ჯერ და ჯერ ვთქვით რომ პრობლემა ვიპოვო. გასწორებული პოზიციაში დგას იქ სადაც უნდა იდგეს. და იმის რა ქვია, აბორტის გასწორების პროცესში არსებობს რომ რასვედრობით გაისწოროს. ანუ რასვედრალი იმ პოზიციაში დგას სადაც უნდა გვედგეს. აშკარად ჰაერების პრობლემა აქვს მანქანას, ხო? და ხო არ ჯობია რომ ყველა ვარიანტში. ხო არ ჯობია რომ ჰაერის პრაკატკა რაც არის ყველაფერი შევცვალო. არა, ეგრე გიჟივით რაღაცების გამოცვას არ. შეიძლება რაღაცები დაცვალო და პრობლემა რეალურად გაგეპაროს. დავიჯერო რასვედრალი პოზიციას არ უნდა იცვლიდე? მოიცვლის გაგიდა. საკუთარ 17-მდე უნდა იყოსო და რეინჯში დადის. არა, კი, დადის, მაგრამ მე რას ვიძახი, იცი, ესე რა ქვია. ამას ხო კონტროლირებადი რასვედრები აქვს რა. და დავიჯერო 4 გრადუსზე მეტი არა აქვს სულება. ეხლა კი ნორმაში დგას ყველაფერი, პროსტა ჩემთვის მაინტერესებს, თორე ამ აქტუალურ პრობლემას არაფერ შუაში არ არის რა. ნახე რა პრობლემა გვაქვს. რეალური პრობლემა გვაქვს ეს. შემშემ კოლექტორში არსებული წნევა გვაქვს რეალური პრობლემა. ხო, მაგრამ რეინჯში დგას და. რეინჯში დგას, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კარგია. არ უნდა დაცურავდეს არც ერთ შემთხვევაში. თანაბარი წნევა უნდა გვედგეს. აქ რო თანაბარი წნევა გვედგეს. მაგ შემთხვევაში პრობლემა აღარ გვექნება და აბორტის სურვის და შესაბამისად დაქოქვის ეგრევე დაიქოქება და დაინახავდა. ანუ ჩვენ დაქოქვის პრობლემა მაგიტო გვაქვს, რომ დაქოქვისას შემშემ კოლექტორში სტაბილური წნევა არ იჭდება და მერე კორექტირების ცდილობს რომ გაისწოროს. ხან აცრებს, ხან ვერ აცრებს. აიდელზე უჭირავს რა, ისაც უნდა ეჭიროს, ანუ ნორმის ფარგლებში ჯდება. ნახე 340-ზე გაიქცეს. ხო, ნორმის ფარგლებში ჯდება, ოღონ დარბის რა, ეგ არის თავი პრობლემა. როცა ხმასთან ერთად ვნახოთ, აბა როგორ არის. კი, ეგ არის. ავარდა ეხა გაისწორებს და მაშინ ერთი კითხვა მაქვს შენთან ესეთი პატივცემულო რა. შეხედე? გაუსრის დროსაც ისევ დააგდებს. რადგან ესე პატარაზე დადის, ესე იგი ძალიან ცოტა ჰაერს იღებს საიდანაც, ხო? ძალიან ცოტა. კი. იმიტომ რომ ეს მე მგონი ძალიან პატარა მაჩვენებელია რა. კი. ან ნორმის ფარგლებში ხდება. ეს რომ ნორმის ფარგლებში არ ხდებოდეს, პირდაპირ ერორზე გავიდოდა. ოკეი, გავიდე. ხტი? ნორმის ფარგლებში არ ნიშნავს იმას, რომ ესე უნდა იყოს. ანუ ნორმის ფარგლებში ჰაერის მოპარვის რაოდენობა, ნახე, ჰაერის მოპარვის ნორმა არ არსებობს როგორც ასეთი რა, მაგრამ ჰაერის მოპარვის შედეგად შემშემ კოლექტორში არსებული ვაკუუმი ნორმის ფარგლებში ხდება, ეგ გასაგებია. იხდი სად არის პრობლემა? ვაკუუმი
რაც უჭირავს შენ კოლექტორში უნდა ეჭიროს სტაბილური და არა მცოცავი და არა მცურავი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკუუმი დაგვირბის. და ვაკუუმის შედეგად მე დროსელის თიოს მოკვლევის გასწორებას და აბოროს აწევს. ანუ მუშაობს თითქოს როგორ იცი დიდრასპრედულიანი მანქანასავით რა. ოღონდ ნუ ბევრად ნაკლებ ტაქტზე რა. დიდრასპრედულიანი მანქანას სახასიათებს ანუ დიდი ლოუბი რომელსაც აქვს რა მაღალ ბრუნზეს ასეულოთ რომელიც არის გათვლილი. რასპრედვალზე აქვს ხოლმე მან უმეტესობა ეგეთ მანქანას რასპრედვალი ეხსნება დიდი დროით და ხალხზე დიდი დროით რო ეხსნება მაგის გამო ვაკუუმის ჩავარდნა აქ შენ კოლექტორში და არასაკმარის ვაკუუმს ქმნის და მაგიტოა აი დენ ეგრე რომ მუშაობ ანუ ეგ იწვევს მაგას რომ მაგ ხმას იწვევს ეგ რომ შენ კოლექტორში შევიდა არასწორი რაოდენობა დაგაკორექტია შევიდა დააკორექტია მუდმივი ციკლია მაგალითად ეს გიჟივით კი ბატონო ეს ამ შემთხვევაში არის C63 რომელიც ხალხო პარამეტრში არცად არ არის გათვლილი იმაზე რომ აბაროტი უნდა აწიოს და დაწიოს და რაღაცები აკეთოს რა ეხლა მაგ შენთან ერთი კითხვა უფრო ეს სპორტული რასპრედულებით იყოს გეტყოდი რომ წადითქო რა ანუ რო დაქოქა ფეხი დაადგას და იქოქება და იარეთ კაი ვეძებთ ისე ვოზდუხამერს ბიჭო არ გჯერა ჩემი მეკანები ბიჭო თქვენი მჯერა მაგრამ ნახე ეგ ზოგადად როცა რაღაცას აკეთებ არ უნდა დაიჯერო არავის და არა მე ხოლმე საკუთარი თავის და გეტყვი რატო როცა გეუბნებიან რომ ეს გამოცვლილი მაგ ძმა და უეჭველი ვიცი რომ მუშაობს ძირითადად იქ არის ყოველთვის პრობლემა სადაც გეუბნებიან რომ ეს უეჭველი კაია გამოცვლაზე 4 წელი დავაყენე რა და ყველაზე ერთი და იგივე პრობლემა ხდება მჯერა გასაგებია შეიძლება ხო მართლა ბოდიში რა უნდა გიქნა იმას რო ხსნი სწორად მუშაობს ვოზდუხამერს აბოროტს აღარაც ურავებს ეგ ვიკითხე რა მაგრამ ეგ იმიტომ რომ რა ვოზდუხამერზე შვება მაგალითად მარჯვენაზე რეაქცია რა არა მარჯვენა ვერ მოხსენ იმიტომ ჩაძებებულია და აღარ მეჩადიჭეთ თორე ის რომ მოხსენით გოგა მეგრი ამიხსნა რომ ავარიულში გადაყავსო სულ იმაზე ერთი და იგივე იმაზე ამუშავებს თემაზე და მაგით მუშაობს კარგად ბიჭო არა შეერთებული როცა ხმა მესმის აშკარად ჰაერის წეგან ეხა რომ ხსნიდი პროსტა ჰაერის ხმა გავიდე ეხა ვნახოთ კორექციაში რას იზავს შედარებით უკეთესად მუშაობს არა უკეთესად მუშაობს უკეთესად არ ნიშნავს ავარიულში მუშაობს და იმიტოა ეგრე ნუ იმას ვიზე სტაბილურად მუშაობს შედარებით ეგ რა შენ კოლექტორში წნევა გაისწორა ეგ გასწორებული ხო ერთი და იგივეზე დგას ბიჭო გამარჯობა გენცო ხო მაგრამ დაბალი რატოა უფრო გაგას დაბალი უნდა იყოს დაბალი უნდა იყოს დაბალი კაია იმიტომ რომ მაქსიმალურად დროსელი შეტრევას თიოს ეხლა დროსელი რო ნახოთ წამოხსნილი ექნება სადაც 1.2 გრადუსზე ეხლა ვიპოვი დროსას ერთ წამი დავაცადე მოიცა ეხლა დროსელი გახსნა რომ ხო დროსელი მოიწია რომ ჰაერი შეიტანოს და წნევა დაიჭიროს ოკეი გასაგები ეს არ გვინდა ეს ნახე როგორ გასწორდა ეგრე ის მესე გამარჯობა გენცო იდეალურზე რატო გაგვისწორდა აბა შენი ან ჰაერს იპარავს ან ვოზდუხამერები არ ვარგა სხვა აქ არაფერი არ აქვს კაი ეხლა ერთი ესეთი კითხვა შეიძლება რომ ეს განა გასწორდა უბრალოდ აღარ ითვლის არა ითვლის და ასე ნულზე აჯასტრენს აღარ აკეთებს ნულზე დადგა ანუ გასწორებას აღარ ცდილობს ნახე მაგ ეს ხო გასწორების კორექტირების კოეფიციენტია ეგ გავიგე ჯიგარო და ეგრე იდეალურად მუშაობს ახლა არა ანუ ნახე აღარ ცდილობს რომ გაისწოროს იმიტომ რომ ავარიულში წავიდა და პროსტა ამუშავებს 0.85-ზე კი ბატონო არა ამასაც დაილაგებს ნელ-ნელა ეს ნელი პარამეტრია ეს არ არის აქტუალური არა ესე უცბად ვერ იზოს ანუ სმესი უნდა უყუროს და გაისწოროს ბოლოში რა ეგ არ გვაინტერესებს ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ეხლა დროსელის პოზიცია ანუ ის დაფა არაფერ შუაში არ არის დაფის მოხსნა დაყენების დროს რომელიღაცა ჰაერის ადგილს შევეხეთ ესე იგი და ჰაერს იღებს მანქანა ლოგიკურად სავარაუდოდ კი აი ეგრე როგორ აქვს დაჭერილი 0.8-ზე იდეალური ხო კაი ჩავაკეთეთ ბოლი შევუშვით ვიპოვეთ სადგაზდის გავაკეთეთ და კარგად ზანდებოდეთ პროსტა ვოზდუხამერის როგორ ვერ ვნახო ანუ როგორ არა აქვს მე მაგას ვერ ხვდები რა შეუძლებელია რომ ცოცხალ პარამეტრებს შევუშვა გაიგებს საიდან გაზდის კი რა თქმა უნდა მაგრამ მე ანუ ყველაზე მთავარი ეხა ჩემთვის რაც იყო აქ რომ მეპოვნა ჰაერმზომი რას ითვლიდა და პარამეტრებს ვერ ვნახულო ფიზიკურად რომ ვნახო როგორც ჩემ დიაგნოსტიკაში არ ქონდა ეს ხო მაგის გამო ვიყიდე ორიგინალი და ესეც მაგის გამო ჩამოვიტანე ანუ ეს ჩამოვიტანე სოფტი ვიყიდე მერსედესის ორიგინალი დიაგნოსტიკით ვართ ეხა შესული ლეპტოპი წამოვიღე სახლიდან რომელზეც Windows-ი გადავაყენე 2 დღე ვეწვალე რომ ეს ყველაფერი გამემართა გავმართე იმისთვის რომ ვოზდუხამერის პარამეტრი მენახა იმიტომ რომ ჩემ დიაგნოსტიკას არ ქონდა და თუმცა შევაერთებდი გოგასთან წამოსვლისწინ და გეტყოდი არა მოყოლილი არ მინდოდა ლაივ ინფორმაცია მინდოდა მაგრამ ორიგინალ დიაგნოსტიკაში პარამეტრს ვერ ვნახოთ იმას რაც უნდა ვნახოთ ო რა კარგად მუშაობს ასე შეხედე რა დატოვა ასე რა არა პაკიბუკ შენი გამოსვლა 32-ს რა ბიჭო ეს რავაჩემსავითი ჭინდება მე 140 კილო ვარ და ეს ნავარჯიშები 80 და რა გჭირთ ვერ გავიგე ძმა ასაკი
სოფტი გამითი შახვიდან შედიო. ამის ქარხანა რომ მოყან იმიტომ. Вообще Запорожец ეხა Запорожец უნდა ვიყიდო და მე და შენ ხო იცი? საქმე არა გვაქვს. Запорожец რატო ყიდულო? ოფროუდზე დადის თურმე დედის პატარა ტალახში თუ მოხდი მე ნახე შენ მაგრაცია როლი. რა, ვიცი რა. არაფერი დგას და გუქსავს. არა, ძმა ხო არ გადაო. კაი ჩემო ძმა. აი განახე ოფროუდზე. ოკეი. მეორე მანქანა რენჯით მოდიო, გიტია. თუ რამეა, ევაკუაციის გეგმა მექნება. აუგები დასვლაში, ხაში წავდნენ. ტეტა. ოპა. ბიჭო, ხო, ეხა აქ როგორ შევი? ანუ ეარმას სადღაცას ითვლის. სადღაცას ითვლის. აი, ლეფტ ჩახსნილია და მაგით. კაი, კაცო. ანუ ზოგადად რომ ითვლის მე გამიხარდა. მეთქი ხო, ის არ ქვია, ნოცა. ვაცა, აქაც კატაპულტის კნოპკაა. ჯერ თვითონ გაიგოს და მე. ხო. ჯერ გავიგო რა ხდება. რისკ, ოკეი, next. ანუ ამ ჩემისას შეუძლია სადღაცას დანახვა ესე იგი. და ეხლა უნდა მაგას მივაგნოთ, სად შეგვიძლია რომ დავინახოთ რა. ანუ სადაც იმას ვოლტაჟს ხედავს და წინაობას ხედავს. შესაბამისად წონასაც დაინახავს. ეხლა გაინტერესებს ხაასტოიზე წონა რომ დავინახოთ ამ ჰაერმზომების ორივეს. გუგლოთ სად იქნება არა? არ ვიცი. ეხლა ხო მაგია კაც ვოздухомерები ხო ორივე შეერთებული. და რატო დავკარგე პარამეტრი? იმიტომ რომ გამოძრობილი იყო ზე, რა? ამ წუთას აქტუალურში ვუყურებ კაც რა გამოძრობი. აჰა მოიცადე ეს. კეის რო დაწურასებს. ისიც დაკარგე. ესეც დავკარგე. რატო დავკარგე? ესენი მაგრამ მაინტერესებს. ტესტი არ გაგიშვია იმაზე და რას დაინახე? უბარში შპაკატასუსს კი მეძახიან, მაგრამ ეს ძალიან არის. ოიცადე. 3000-ია წიეთო. ზის. ელექტრონიკის მხრივ ცოცხალია თუ არა მაგას ვამოწმოთ. რაც თავარი, რაც მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს იმას ვეძებო და აქეთ ავოздухомерზე თუ იმას არ არისო პარამეტრი. წინიდან რო უყურებ მარჯვენა. წინიდან რო უყურებ მარჯვენაზე, რომელიც არ შეიმოწმებია. დავიჯერო ეხლა. პაპო, აბა სადე მარჯვენა ავოздухомери გამოაძრ. არა, ეს ცოცხალია. შეაერთე? აბა რა არის? შეაერთე? ეხა იქითა გამოაძრი, აბა. გამოაძრე? კი. აი ხა გამოაძრე. ხელი დააფარე. იქითა. მარჯვენა რა, გაფრჩებულია? ანუ პარამეტრში არის შეაერთე ისევ? შეიძლება უზუხამერი არც იყოს და შეიძლება შემშვები კოლექტორი იყოს, ხო? მარჯვენა რიადი. არის შანსი. დათვალა. კაი, ეგ არ მოგწონს პარამეტრში. ბიჭო, ცოცხალი პარამეტრი როგორ ვერ უნდა ვნახო, მაგის დედა ვატირე მე რა. ცოცხალ პარამეტრს როგორ ვერ უნდა ვნახულობდე მაგის. გადაიღე ზაპო? კი, აბა. მაგარი ისტორია. იმენი ზო ის რა ლამაზია, არ ვიცოდი მე. აი, სუპერველი 965 რა. ეს ბიჭი ბრბა ყურადღება არ მიაქციეს. ორ დროსაც ცდილობს რომ გაიკონტროლოს სხვა პარამეტრი ფიზიკურად არაფერი არ არის. ბიჭო, მე კვაბლი რა შეგვეშვა? აი ვაპირებთ. აი ეს აზრი არა. იქნება პრობლემას გვაქვს სად არის? ხო, იმენად ყვილად ვემაიმუნები. იმიტომ რომ ყველა ზა რაც მაინტერესებს იმას ვერ ხედავ მარტო. აკიფუკ, ეხა მართლა შენი გამოსვლა. ნუ ეხა შეითრია კოლექტორი. ტორმუზე როგორ მუშაობს მანქანა, როგორ ატორმუზებს? პედალში რა მოსრულება ხო არ გიგზნია. ბიჭო, მე მაგას იმას ვუბრალებდი რომ შესაძლებელი მაგ დისკებიც და ისიც რა და ხო გახსოვს სიაო ჩაიგდე დიდი. ხო. იმ დისკებიც იყო სამხი. ხო, მაგას არ დავკვირვებიო, მაგრამ ტორმუზე რა შევა? პედალი ხო არ გივარდება? პედალი არ მივარდება, მაგრამ ხო არ გიქოვდება. ვიდრე ატორმუზებდა. ანუ ნახე ჩაოლებრივი მოხმარებაში დაბალ ბრუნზე ქალაქში რო დადიხარ რა, ტორმუზს რო დაადგავ რაღაც პერიოდი რო გიდგას, ხო არ გიქოვდება? შევაჩნები რომ. ოკეი. რატო ეგ რა შუაში ჰაერთან? ვაკუუმებთან არის შუაში.
ერთი და იგივე სისტემა აქვს ვაკუუმის მუხრუჭი და იმას? სარკე არა აქვს? მუხრუჭი ვაკუუმს შემშევი კოლექტორიდან იღებს. უпростоრად შემშევი კოლექტორი ქმნის მუხრუჭი ვაკუუმს. პრობლემა რაც შეიძლება მუხრუჭის დიაფრაგმის გაფუჭებამ გამოიწვიოს. არის ის რომ შემშევი კოლექტორში ზედმეტი ჰაერი მოხდეს დიაფრაგმიდან. შენი ზახი რომ მუხრუჭის დიაფრაგმა შეიძლება იყოს გაფუჭებული და მაგის გამო ხდებოდა ზედმეტი ჰაერი. ხო, არსებობს რა, თეორიაში კი არა, პრაქტიკაშიც მქონია ეგეთი გამოცდილება, რომ დიაფრაგმიდან როცა ანუ კლაპანი როცა გაფუჭებულია, მაგ შემთხვევაში კითხვა შენ გარდა რატო არ უნდა დამიშვა? რა ვიცი. ეგ ვაფშე. მე დებილური კითხვები მომდის ხოლმე აზრად. და ბოლოს ჭეშმარიტებაში გადადის. მაგაზე კი არ შედის მიფიქრია რომ იმის მუხრუჭის ვაკუუმი. რა? აი წარმოდგენა არა ბაკ-ბაკი-ბუკ. მე მგონი მაგიდან დიდი აზრი არ ექნება და მე მგონია რომ შემშობების იქით გვაქვს დანაკარგი სადღაცას რა. აუ ეს გააჩუმეთ ხა. შესაშვებს ვიპოვით ეგრე შუპიდან ჩაუშვეთ ოშევა. მაშინ აქ უნდა ჩაუტენო რაღაცები, ესენი უნდა მოხსნა, აქ რაღაცები ჩაუტენო და მაგენო ცადოთ. ეგერ ჯობია კლient სისტემა. ალბათ კი. просто ეგ რისი შლანგია. მან პირიქით არ იყოს რაღაცა მოწყობილი. ბიჭო, თან ნახე ყველაზე ცუდი რა აქვს. შემშევი კოლექტორის ქვედანახევარი ინტეიქია და ზედანახევარი შემშევი კოლექტორია. დროსელი უყენია კოლექტორში შიგნით. და დროსელამდე, დროსელის მერე დანაკარგის გარკვევაა ძალიან ძნელი რა. ასევე ის პლეიტი ამან რაც შეცვალა, რაზეც წეღან მკითხე დროსელები რაზეც მაგდება. მაგას ახასიათებს კიდე ჰაერის გადატანა რა, ანუ გაბზარვა და იქნა ჰაერის მოპარვა. აბა, ზეთის კრიშკას შეხედე. უგობმა აყენი. არ აყენია უგუღეშეჩი. ორივე მხარეს აიმჯია წელი. აბა. ის ხუბიზდები უკვე გაიხანია. პაპოს აქ ფეტიში, აი ყველაფერი უნდა იყოს სწორად. ყველა ხუფი უნდა იყენოს სწორად რა. ხო, ვიცი, მაგებს ჩუჩუმოთ ვაპირებდი და ამას ეძახი. მერჩი ის გას. იქ საიდანღაც რაღაცა გამოგუდის პაპო. აკიდე, იგრები. მოიცით ეგ რა არის ხა. ჩემი კარგი. ყველამ თავთავისი მაგრამ გათიში. აგაბდებით ეგეთ გიჟების წებო. დავაი. ამოუსვა. ამას რატომ მუშაობს შეჭება, რატომ მუშაობს? კიდე კიდე მოგიწყო ალა პუგაჩოვას კონცერტი? ეს ახლა გაუშვა ძმა. გუში შენს უბოს ვიცავ. შეიძლება სადღაც სხვა ადგილიდან ამოწევდნენ და ეს პროსტო ფიზიკურად არ შემოწევდით. ანუ ამის იქით წრედი მოწოდებოდა შეიძლება. რანაირად ჩეჩე. და ამას ამოიღებდნენ და ჩაუშვებდნენ კოლექტორში პირდაპირ. ალა პუგაჩოვას კონცერტიდან მოგესალმებით ბიჭები. ამას ახლა მართლა გიჟების წება უშველეს ბიჭო. წესით არა, მაგრამ არა, ამას წესით შეცვლა უნდა შველოდეს. ეს რეზინაა. ქარხული პლასმასია, არა, რეზინა. ქარხულად ჩაწევებული პლასმასია. მე მგონია რომ გიჟების წებას ისევ ჩემი პლასმასიკის ხელოვნება ჩავრთო და გავაკეთო ჯობია. მოიცა ერთი წამით. გაწვევი ეგრევე იჭერს. ხო. დავაწვევი და შემოუპლასმასებ რა. ეგ უფრო ლოგიკურად მეჩვენება ვიდრე ანუ ამდენი ხაით ყვილა ვაწვეთ, პროსტა ეს შეგვერთებინა და პირდაპირ დავინახავდით ერთმანეთს ხო დიც. ბიჭო შეხედე კი რა, მართალი ხარ. თვის არ მართალი ხარ. მაგრამ ზოგადად მანქანას როცა ამოწვევ, ანუ წესიურად უნდა შეამოწმო რა. არა, სწორი ხარ. ყველაფერში უნდა დარწმუნებული იყო და ისე აკეთო რაღაცეები. პაპო დაგიდაკე. გასწორა ხო? მიდი ახლა მოხსენი რას დასქერი. რა თუნდა მოხსნა ზედვეში? რა ზედვე ბიჭო ამოიღე ხო არ გაგიჟდი. იმას რა ამოიღე. რა უნდა მაგის ამოღებას? რატო ხსნის შე კიდე ზედვე უქნა? არა ბიჭო თქვენ ხო არ უბერავთ რა ზედვე უნდა ქნათ კაცო. არ გემბერეს? რა? ხელი რომ გასწორდება თუ არა? მოიცა ქაღალ ესენი გამოიღე. არა, იყოს ეგ. მაგრა გაგუსწორდება და იმდეს უშვებ შეიძლება მართლა დაქოქოს მას. აი გაანებით თავ. მაგრამ ისა, რა უფრო ო, სასის ხმა მესმის. გამოდი და. კაცი შესამოდი გამოდი. ისი, ხო? ჯერე გავაკეთოთ, მე გავაგზავნოთ. ესე არ ვიგონებდი. არა. მე არ მგონია რომ მარტო მაგით მოგვარდება ეს პრობლემა. აბა ეგრა ფუნქციას ასრულებს, ეგ მაინტერესებს ხა. ვაკუუმის აკუმულატორი თუა, ესე იგი ვაკუუმი არ იმუშავებდა, რაღაცას ვერ გააკონტროლებდა ვაკუუმით, რაც უნდა გაეკონტროლებოდა. ხო, ნახე, ძალიან პირზე იყო. მაგრამ ეხა ნახე, მაშინ მეორე კითხვა. აი ეს ქვევით რაც შედის. აქედან რომ ჩვენ ეს შეუშვათ, რა ქვია, ჰაერი. აი მაგის შლანგი სადაც შედიოდა, მაგ შლანგში რომ ჰაერი შეუშვათ, კოლექტორიდან ხო არ უნდა გამოვიდეს ეს. თუ კოლექტორიდან გამოდის, შესაბამისად ვაკუუმის აკუმულატორია თუ ფეხბურთის მოედანი ყველა ვარიანტში შევიდეს. აქ კლაპანი უნდა შეიძლება და არა. თან გახეულია. გახეულია. ოღე პერიოდში. ხო, ეს გადამყვანია, კაცო. და მიდის პირდაპირ კოლექტორში.
გაგეწვა ცხელი. ხო, ისე კოლექტორში თუ მიდის, ესე იგი ხო, კოლექტორში ესე იგი ჰაერს იპარავდა. ბიჭო. ისა, ხო, ეგ მოიპარავს. მაგრამ მოიპარავს იმდენს რომ ხელმოკლე შექმნას. აი ესე ხონდა ის ყვითელი შემოსვლიდა. ალბათ უბის თეორიით ვერ იტყვი მაგას. მე იცი რა მაინტერესებს, ანუ ეგ შლანგი სად მიდის? აგერ მოდის, შემოდის კოლექტორში. არა, მოიცადე, აი ტრუბკაში მოდის, აქ მოდის და მოდის საქშენში. კოლექტორში თუ შემოდის, მაინც დაკავშირებული ესე იგი. ეს გამოძრა. რა? ეს წინო ხარის რაც მოდის გამოძრა თვითონ ხარს ე? მოიცე რა გამო? თავში გამოძრა. ეხლა შენ ხო აქტით მოყავ და გამოძრა. ეს აქ უნდა იყოს ამაში შეერთება. მანახე, უშვენ. ეგ მოდის მე აქაც რაღაცა გამზარულს გავს ეს არ ვიცი ხელით შეიძლება ეგრე უნდა იყოს. აგერ უყენია კლაპანი რაღაცა. რა არის გამოძრა? ჰაერია? ხო. მოდის აი აქ ნახე. სადაა მონახე. ანუ მთელი ვაკუუმები არ გვიმუშავებს ეხა ჩვენ. არ გვიმუშავებ და ბიჭო, ერთი წამიწოს, ნახე რა გითხომა. აქედან თუ შლანგი გამოდის. აქედან. და მიდის შემშო კოლექტორში. ესე იგი ეს მაინც დახურული უნდა იყოს რა? რა თქმა უნდა, სალსახად კაცო მაგაზე ორი აზრი არ არის. უბრალოდ მაგის გარდა რომ ეგ დახურული უნდა იყოს და ჰაერს მოიპარავს, походу ვაკუუმებზე რაც გვიზის არაფერი არ გვიმუშავებდა. არც ერთი ეს წინა გადამრთველები პურჟები არაფერი არ იმუშავებდა. იმიტომ რომ ვაკუუმს ვერ შეკრავდა მარტო. просто ვაკუუმის ის უნდა გავაკეთოთ, რა ქვია, აკუმულატორი გავაცოცხლოთ და ვაკუუმები აგვიმუშავდება მთლიან მანქანაზე. მე რამდენადაც ვაკვირდები, პურჟებიც ვაკუუმებზე აქვს. ანუ მთლიანი შემშო კოლექტორში რაც კი რამე მუშაობს, ყველაფერი ვაკუუმზე აქვს მანქანაზე. და შეიძლება პურჟიც არ გვიმუშავდეს და მაგიტო აბაროც ურავებდეს. იმიტომ რომ პურჟიდან წამოსული ჰაერის რაოდენობას ითვლიდეს რომ უნდა წამოვიდეს და არ მოდიოდეს არაფერი. კაი, ეგ დავცხეთ, ოღონდ ჯერ მოდი რამენერად კიდე ბოლი ვცადოთ, აი იქ რამენერად ჩაუშვოთ. რაც შეეხება ამის გაკეთებას. ბიჭო, ეს იშლება ვაფშე შეჭება. დაშლადილებზეა? ხო, დაშლადია და ეს შეგვიძლია ვაფშე იმას კაც რა ქვია, გერმეტიკი. ბილებზე თუ არც უნდა იყოს ესე იგი დახურული. არა, ჰერმეტული უნდა იყოს, ვაკუუმის აკუმულატორი, არა ჰერმეტული არ არსებობს ეგეთი ბუნებაში. ბილებზე რატო აბა მაშინ? რეზინის იქნება, პრაგმატ გაიქნება. კარგად უნდა კონდეს სავარაუდოდ და პლასტმასის ფორმასაც შეხედეთ, ისა დეფორმირებულია რა. აბა ამოაგდე კბილები. ნო, ეგეთი ადვილი არ არის გამოვაგდე კბილები. რა მიწოლაზე არ იქნება? ნახე მარჯვნივ აქვს ბიჭო, სამოძრაო ხედავ, მე მგონი, უარ მეშლება. მთლიანად გამოწიო და ამოიღო, არ მგონი. აქეთაც აქვს კბილი. ყველა მხარეს აქვს ვაფშე. ეს უნდა გამოვაგდოთ რამენერად. თან ისე უნდა გამოვაგდოთ, რომ არ დავლეწოთ. ეხლა ეს როგორ გამოვაგდო, ისე რომ არ დავაზიანო. ორში არ ვის თენგო და მოდი ეს გახსენი რა. თენგო უპერკლასნაში. ვერ გავხსენი შეჭე. მაგარი ცუდი გასახსნელი. არა, ამას მარტო ჩვენ ჩალიჩობთ ზოგადად ნორმალურ ქვეყნებში ამას კი ახსნიან, ცვლიან. 0329? ხო. მე გამოვცვალოთ ჩვენს მაგალითად. სადიშოვი ხა ახალს ამას. მეორადი ყველა ერთნაირი იქნება აზრი არა. ბიჭო, ცენტრში ყوار დაურეკო, იქნება. დაარეკე თუ იქნებათ მაღაზე კაკს ვერაფერს ვერ იცავ. ანუ ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება შე თუ ეს ახალი იშოვე. რა მაშინ რაში არ გაძროე. ეს ამაში არ გაძროებს შანსი არა. დანარჩენები როგორ არის გამომძვრალი? სად არის გამომძვრალი? აი მაგალითად აი ეს გახსენი ხელით ვერა და ეს მოდის ეს მოყვება მაგალითად. ხე ამას არის მოძრავი კბილი. ეს ჩადის და მე გადადის. ხო. ხო და მაშინ ეგ ყველაფერი უნდა გიმოსკრათ. ყველა უნდა გაიხსნას, ხო? და ყველას ვერ ხსნი? ვერა. ეგ აღარ ვარ. გახსენიტო? აი ხა ჩავსო, მოდი ვერ შეგახ. არ მინდას ხო? პრაგმატიკა. აქვს ხო? ან თეორია გამართლდა. გამოდის ეგ ბოლომდე. ორი ჰაერის აღების წერტილი ვიპოვეთ უკვე. ხო, მაგრამ მოწვავს. ეს შეიძლება არ გავს, აი ეს არის დეფორმირებული შეიძლება. ხო, ეს მაგარი დეფორმირებულია. და დედის და დეფორმირა მე. ეგ ახლა შენს აი მუტიხა. ერთი მოტყდა. ერთი კი არა, გამოიარა. ერთი კი არა. ოთხები იწევს, 1 2 3 4 აქვს მთელი. ეგრე ხომ ეს გავს. ეგრე ხომ ეს გავს. აკუმულატორია და მეგონა ამაში რაღაცა იდო. არა, ამაში გროვდება ვაკუუმი. მე მეგონა მოწყობილობა იდო შენ. არა, დიდი, ანუ ვაკუუმდება ეს მთლიანი სივრცე. აკუმულატორია, შემგროვებელი. ხო, ხო. გასკე. ახდენს ვაკუუმის აკუმულირებას. მე მაპატია. всё, მაშინ გასაგებია. ხა ეს უნდა გიუცხოს. კი ბატონი. აგერ მანდ რა. გერმეტიკი გებურებით.
სპრაგალად გადავიქენოთ ისევე? ყველა ვარიანტში. აუ მაგდენი გერმეტიკი სამდე ჩაუშვა. ხო, კაი სკელი სპრაგალად გადავიქვა, ეგონა მეთქვა რა. გაზის სკელი უნდა იყოს სამარავად. არა. ამაზე სკელი არ უნდა იყოს, просто გერმეტიკი უნდა გემოვნებით. ხარხებია სპრაგალად. უნდა იყოს ისე. დამჯდარია, ხო? ანუ ხო, ეხლა ხომ არა ეს რა ქვია. უნდა იყოს. ხარხუნოთ კი. ეგონდა ეს დარწმუნებულია რომ ეს ცალკე ამის კოდ ცხოვრებაში არ მოგცემს. კი, და არც გაიდეს. არა, მე ხო. მგონია ვაფშე იარბოქსთან გაგიგეს არა. ხო, რაღაცა მეც მომხდა თვალში. ჩავდეს ეს ვარ. წესი დავუმე. მას ხამოდი ხო? კმელებზია? ხევიდან აშკარად აღარ იყო. ვაკუმზე და დამოკიდებული მოწყობილობებიც აღმოჩნდა. აბა, გინდა გავადაო? ამას ვეღარ შტეკერიც უნდა კონდეს. ოპა. ხო, გაუ, ხმეძმა. გაუ. კონექტორ დელეტი. ეგ ხამუთი არ მუშაობს. დისკამი მუშაობს. აუ, ეხა წაკუზულზეა გამუშავებ შენ რა. ჩასვავ ვიდეოში? რა თუ და ჩავსვა. რატო უნდა ჩასვა შეჭამ? პირდაპირ ძმაკაც ჩავსვავ რა. ბიჭო, ისა რა ქვია? აბა ხოლმე პატიციმონება შეეხებია, კი. კი, ორივე შეერთებული. ხო, ნახოთ. სიმონინა სპირიტუ სანტი. არა. ეგ მაინტერესებდა ყველაზე ძალიან. ჩაქრებოდა თუ არა? არ ჩაქრებოდა, ჩაქრებით არ ჩაქრებოდა, მაგრამ რა ძმა, კომპიუტერით მუშაობს რა, ძმა. აბა თუ კომპიუტერით მუშაობს. არა. ეგა ნაშებოდა. ეხა საიდან გაუშვებს ეს დიტა? კიდე წენა ჩვენ შემთხვევით შევა ერთ-ერთი რა, წესით ვაფშე არ უნდა შეერთებო. შეგვიძლია რომ სისტემაში ისდები და მაგ ის ხო, აკუმულატორი პროსტა ვნახეთ. მაგრამ გაცილებით უკეთესად მუშაობს, მე მგონი ვიდრე მუშაობს. საკეთებს. თავის შვილიც უყურებს, ხო? წავშევი. მაკულ შეხედე, აბა. დაიჭირა? სამასია გაყიდული. ძმა. 300-310-ის გამოაძრე გასაღები. ანუ დარესტარტდეს რა. აი, 10 წამი მოწადო? ხო, გამოაძრე გასაღები, ცოტა ხანი დააცადე და დაქოქებე. The fuck? მართლა მაგაში იყო? შენ სრულიად შემთხვევით? სხვაგან ვატაკეთ და არა, სრულიად შემთხვევით ვატაკეთ სხვაგან შეჭე. არა, გაჩერდი ხა სხვაგან ვატაკეთ. მერტმა იცის რამდენია დავშავე ეს მანქანა უყურია. აი დაბაღო მაინც გადაგიდა. ჰა? გაზი მივიდა და გავუშვი, ხო? დათო? ჰა, ეგ ჩამოწეს გასაგებია. ო, კაი ხმა. ბიჭო, რა კაი ხმა. ხმა შეეცვალა, ბიჭო მანქანას. მე ჩვენ ბატონო მართლა უნდა შეცვალა. ოჩა. ხმა შეეცვალა მანქანას. არის ეს შეიძლება ბოქსში უნდა ზოგადად გაჩვენებოდეს. არა, წეღანა. წეღან ხო ვადგავდით შე. მოგუდული თროხთროხა ხმა და ეხა მე ფუჩქერობას. ეფერტის ხმა. აბა რა. ვიდა დიაგნოსტიკების გადმოწერა თაშკა. კი. ბიჭო
ამდენი მიწვალე და რა უაზრო რაღაცა ჭირდა. Короче, 2024 წლის 1 იანვარს რო დავქოქე და პრობლემა ჰქონდა. იმ დღის მერე უეჭველი ეს გაფუჭებული აეროპორტში ყავდა დატოვებული წასული რო ვიყავი რა. პირველში ჩამოვიდა, ეთქობა სიცივე დაარდა. Короче, და რო გათქვა დეფორმირდა, ალბათ. არა, გაცილებით ცოცხალია. არა, вообще სხვა, ძმაო. Вообще ცოცხალია. Просто ეს რატო უჭირს მე? დაბლაჭანაა. სიო, იმენა შევყრი ხა ყველაფერს რაც ჭირდება ახალს. ჩხიბავს გავა. სტრანი რაღაცები უნდა დიხარ. ხო და მე დღეს ისეთი გავაკეთეთ შენი ღვალი ამოწურული, გეძმა 1-2. არა, ეს აღარ მოგიდაშია. მაგან არის ახალი, 76 გარბენი კილომეტრი. ვისაც გინდათ იყიდება. ხო, აი არ ვიცი, დედოვა. კაი, ჯერ არ ვიცით. სუნი ჯინო ხუჩი. ჯინო ხუჩი მართლა გავხდი ემპაკეტ ჯამთელში. თუ ვინმეს გინდა? შავში. შავში, შავი ემპაკეტი ჯამთელი ჯინო ხუთი. მაგას რო იტყო, კაი მანქანაა რა. $200 აკეთ, ეგრევე კაი მანქანაა. რამდენი ვიდეო ამით დასრულდა. სამედრიოდ ეს მანქანა გაცოცხლდა და ნახოთ მე ვინ იქნება შეფი. ხო. თქვენ გეგონათ რომ ამით დასრულდა ეს ვიდეო, ხო? ნუ რას უკაცრავად. ან მეც ეგრე მეგონა იმ მომენტში როცა თქვი რომ ეს ვიდეო დასრულდა და ეს მანქანა გაკეთდა. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ნუ რას უკაცრავად. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, იმიტომ რომ ეს ავტომობილი იმაზე გაცილებით ჯიუტი გამოდგა ვიდრე მე მეგონა და ვიდრე სურვილი მქონდა რომ ყოფილიყო და შემდეგი ვიდეო კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს ვიდრე ეს. ამიტომ დროებით შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.